მოგესალმებით, დაგიბრუნდით ახალი ვიდეოთი. ვაგრძელებთ One Punch Man-ს, ვიწყებთ მეორე სეზონს. პირველი სეზონის ფინალი ძალიან მაგარი იყო, ძალიან მომეწონა და როგორც მე ვიცი, მეორე სეზონი კიდე მაგარია, ისეთივე მაგარი როგორც პირველი სეზონი და მესამედან ცოტა ირევა ყველაფერი. სამწუხაროდან საბედნიეროდ, როგორც ვთქვით, მესამე სეზონს არ ვარეაქტებ, იმიტომ რომ გადაწყდა რომ მეორეზე უნდა გავაჩეროთ One Punch Man-ი, ამიტომ ჩავანაცვლოთ სხვა სერიალით და სავარაუდოდ გამოკითხვაც მალე მექნება, რომელიც სერიალით ჩავანაცვლოთ. დღეს მქონდა აგერ გამოკითხვა იმაზე. Breaking Bad-ს რომელი სერიალით ჩავანაცვლოთ და ჯერ არ ვიცი, ერთ კვირაში დავადგენ რომელი გაიმარჯვებს. მაგრამ ხო, როგორც ჩანს, ერთდროულად მოგვიწევს ყველაფრის შეცვლა თუბუს სახლის მაგრამ უსახს გვიან მორჩებით. და ფაქტი არა რომ პირველი სეზონის მერე გავჩერდებით. ასე რომ ხო, One Punch Man-ი მაინტერესებს ძალიან და ამიტომ დროა დავკარგოთ და დავიწყოთ. One Punch Man-ი მეორე სეზონის პირველი სერია, რომლის სათაურიც არის გმირის დაბრუნება. 3, 2, 1 დავიწყეთ. აჰა, წავიდა. აუ. რა ეს ინტრო იყო რაღაც პონჩი. ოსტატო, სად მივდივართ ახლა? ნუ გახლოვანი მაშინ. ნუ ახლა აბა ვნახოთ. ნაბოსთვის პროდუქტები უკვე ვიყიდეთ. ტრაგის ქაღალდი და შამპუნები გადაგვჭა. ჟეს. პოპულარულებს ასეთი ღირსება ეძლევათ? უმართლებს. მთლიანი ფიგურა აქვს. მაშინ იქ დავრეკოთ სადაც ეს დაამზადეს. მაგრამ ჩვენ არ გვაქვს მაგის უფლება რომ ვთხოვოთ რამე. წავიდეთ. დიახ. ტიპის სერიოზულად იქნება. ეს ვინ ხარის? ეს კამელეონი. მე ყვარს რეპტილიები რომ ახლა მე თვითონ გავხდი რეპტილია. მე დიდებული გრძელენა. გრძლენა. გავიქცეთ! შემდგომ ერთ-ერთი გოგონა ვერ გაიქცევა თქვენ ჩემები ხარ. გოგონა, გოგოებს დასდევს? არა. აი სიტუაციის შემოტრიალება მესმის. ეს აურა. და ეს სახე. აჰა. ნამდვილად უბრალო მამაკაცი არა. ჯანდაბას არ მინდა რომ ვიყო გმირი. ეს ხომ ისტორიაში ყველაზე ძლიერი გმირი არის. ისტორიაში ყველაზე ძლიერი. მე ვფიქრობდი ვინ არის თქო თურმეს ლეგენდარული ყოფილა. მიდით ერთ-ერთ დატყმაში მოკალეთ. სახეში ჩაერთხით. კინგ. თუ შეიძლება მომიტევეთ ჩემი ჩატენილი დანაშაული და მაპატიეთ. კინგ წინ. შეგარყნილო. ვერ გიტანთ. ბატონო კინგ თუ შეიძლება მიდით. კი, მაგრამ რატომ ხდა ეს ასე? შეხედეთ მან მის წინაშე მუხტ დაეგო. ბატონი კინგი ისეთი დიდებულია. ბატონო კინგ თქვენ რა თავიდანვე იგზენით საფრთხის მოახლოვება? არა, მე უბრალოდ მარკეტში მივდიოდი. უკაცრავად თუ შეიძლება ასე პირდაპირ ნულაპარაკებთ ბატონ კინგს. კარგით, ახლა ისეთი არაფერია. ბატონო ჩემო შეიძლება ხელი ჩამოგართვათ? კარგით, ოღონდ მეჩქარება. თუ შეიძლება ყურადღება არ მომაქცეთ. მოვიშლებით ხალხო, ვიშლებით. დიდი მადლობა. მაინც ვიყიდე. მღელვარ დაიკოები 2. შეზღუდული გამომცემლობა. მოუთმენლობის როგორი არაჩვეულებრივი გრძნობა გავსებს სანამ სახლში მივა. ნედამალე დაუბრუნდა და ვითამაშო. კინგი ეს კლასის მე-7 ადგილოსანი. ეს კლასის მე-7 ადგილოსანი. კინგი არის. მე რა დაისვინა? ეს რანკის გმირი არის. ჩემი გახარება დღევანდელმა იმედ გაცრუებამ დაადაბლა. და ცოტათი ხასიათსაც მოვედი. პირველი ეპიზოდი გმირის დაბრუნება. კინგი, თქვენ შემდეგ ეს ადამიანი არის ყველაზე ძლიერი. მაგრამ ის აქ რას აკეთებს? ბოლოს ძლიერი არის? მონსტრი? ოსტატო, მივხედოთ საქმეს. მაგრამ არა.
მე მგონი ეს კარგი შანსია რომ შევხედოთ კინგს რა შეუძლია. თვალყურით ვადევნოთ მას. მე გახლავართ G4 და მე ორგანიზაციის შექმნილი რობოტი ვარ. მე კინგი ეს კლასის გმირო. მე შენ აქვე და ახლა გაგანადგურებ. შეხედეთ კინგი. კინგი აქ არის. ესე იგი შენ იცი რომ მე კინგი ვარ. სოფლიოში ყველაზე ძლიერი ადამიანი. არა, სოფლიოში ყველაზე ძლიერი არ ხარ. დიახ, ხაზდა მე აქ იმიტომ რომ მოგაყდა. კი, მაგრამ ეს რა ხმა? შენ რა კინგის რავას ერქსმენია? ეს ხმა მაშინ ისემს, როდესაც კინგი საბრძოლო ფორმაში დგება. ოპა. ასევე იმას იძახიან, რომ არც ერთი მოსტი არ გადარჩენილა ამ ხმის გაგონების შემდეგ. მისმინე ეს ჩემთვის როგორც მებრძოლი რობოტის ტესტირებაც არის. მთელი ძალით მებრძოლი იმისთვის, რომ საჭირო ინფორმაცია შევაგროვო. ეს რობოტი. ანდაც კიდევ რა ორგანიზაცია. ვერაფერიც მე მეჩვენება თუ არც სტაილი უკეთესი გახდა. მაგრამ დასაწყისისთვის ტუალეტში მიდევიდე. თუ გავაგზავნებ მოთმენას მაშინ ორი ძალით შემეძლება ბრძოლას. და მაშინ შენ ვერ მიიღებ საჭირო ინფორმაციას. რადგან ასე 10 წუთი მოვიცდი. გაზიანის დალევაზე მემართა და იქნებ თუნდაც მაგრამ გოლება ვერ გავიჩინე უკვე ერთ კვირაზე მეტი. როგორი ძლიერი მონსტრია. ოსტატო, ეს უფრო რობოტია. და დიახ, ის ძალიან ძლიერია. შესაძლებელია რომ ჩემზე ძლიერიცაა. უარი შემთხვევაში ჩვენს წინა დემონური საფრთხის საფეხურია. საინტერესო ისაა, კინგი თუ შეძლებს ამის დამარცხებას. ესე იგი ჩემს მოსაკლევად მოვიდა? კი, მაგრამ ეს როგორ მოხდა? მეშინია, ძალიან მეშინია. მე ხომ არ ვარ ასეთი ძლიერი. მე ხომ უბრალოდ 29 წლის უმუშევარი ატაკუჰიტა ვარ. ანდაც კიდევ რა კინგის ძრავა. კრასი სულალია. მე ხლა შეშინებული ვარ და თანაც ძალიან მეშინია. ოდესღაც ჩემს წინ ვიღაცა მონსტრი გაჩნდა. მე როცა თვალები დავხუჭე კიდე ვიღაცა მოუგო მას ბრძოლაში. აუ. და ეს იყო აბსოლუტურად სუფთა დამთხევა. გასაგებია. მე სიყო და ეს. ახლა კიდე ტრაქზე მომაწებეს ეს კლასი თითქოს მართლა გმირი ვიყო. ის ვიღაცა საიტამა იყო, მაგრამ არა, ეს პატარა იყო მაშინ. რა თქმა უნდა ეს მეორე დამნაშავე რომ თავი დროზე უარია ვთქვი ამაზე. მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი თუ ასე შემოტრიალდებოდა ყველაფერი. აი, ასეც არ ველოდებოდი მართლა. ჩანდაბას, არ მინდა რომ ახლა გმირი ვიყო. მაგრამ ეს კლასის გმირი ხარ როგორღაც. დაიწყო. იფიქრე, რამე გამოსავალი აუცილებლად უნდა იყოს. შეუძლებელია. ეგ რობოტი 100%-ის ჩემს ძლიერი იქნება. ბაბატიეთ. შენი კაი. გენოს. უკვე იბრძვის მისი ნამდვილ. მადლობა ღმერთს. კარგი. ამას ვაფშე არ ველოდებოდი. მეთქი ტუალეტში გავალო ისეო. просто აურა ფარმინგის პონჩი ვთქრა თორე. მეს რა რეაქტიული დარტყმა? გენოს, ხომ არ დაგეხმარო? არა, ოსტატის წინაშე. და თანაც ეს კლასში თუ მინდა რომ განვითარდე. ისეთი როგორი ცეგა. არ შემეძლია რომ არ გავიმარჯვო მასზე. აუ, გასაგებია. ბერგი, მაშინ არ წააგო. ყურადღება, შემჩნეულია მებრძოლი რობოტის თავდასხმა. ყველა მოქალაქის საყურადღებოდ გთხოვ თავის შეაფაროთ რამე. მე მგონი ცოცხალი გამოაღწიე. თითქოს კოშმარში ვიყავი. ეს რობოტი. ისიც კი დამოუწყდა რომ თამაში მინდოდა. დაიგობის ოპენინგს ყოველთვის ხასიათზე მოუყავარ. აი ასეც მიცემს ხოლმე გული. სამიგო გადაწყდა რა კიდე დაგიცახო? დამიცახო? ნამდვილის დაწერა სისულელია. კინგი დაწერა. აბა რა მოვიფიქრო? კინგი არ წავა? გმირის სახელი ეს თითქოს. ნუ ხა წარმოიდგინე რომ დაგიცახოს ზაბიკო კინგი. ისად რაჯანდება კი მაგრამ ეს საიდან გაიძრო აქ? საიდან დააივნის კარები იყო ღია. მოიცადეთ ეს ხომ 21 სართულია. ხო. ცოტა არ იყოს ახლა დაბნეული ვარ.
არ შეიძლება ასე გაუფრთხილებლად ვიღაცის ბინაში შეხვიდეთ. სვეტში რა კოსაიტობა. შენ ვიცი რომ მე ეს კლასის გმირი ვარ. ой, კერში. და შენ კინგი ქვია რა? ეს ხომ ბეკლასის გმირი არის, რომელიც მაშინ თათბირზე რატომღაც უცნაურად იქ აღმოჩნდა. კი. ჩაიმიდა დამისხათ რა. ისე ვერ წარმოვიდგენდი თუ შენ ისეთი ადამიანი იყავი, რომელიც ასე თამაშობს. ძამიკლერში რა სახელი? შეჯერდი! აუ, ეს რაღაც თამაშია. რაღაც საინტერესოდ გამოიყურება. ეგ თამაში ბრძოლებზეა. კი. და რობოტი უნდა აკონტროლო? ზუსტად. სიმართლე გითხრათ, მე ეგეთი თამაშები უფრო მომწონს. ხოლო ეს კიდე მეგონა რომ ბრძოლები იყო და სინამდვილეში სპაიმანის სიმულატორია. ჯანდაბა შეცდობით ვიყიდე. აქ წერია რომ ამ თამაში მყოფი დაიკოებისგან გული ამოქილა. სერიოზულად? მანერად გული ამოგივარდება, ვიფიქრო რომ რაღაცა იქ შენ თამაში იქნებოდა. კარგი, მაშინ აი ეს ვეთამაშოთ. აუ, მართლა, იქ ძალიან მაგარი თამაში იქნება. და მოიცადე შენ თამაში გინდა? კი, მაგრამ რა იყო შეიძლება? შენ ხომ მაინც ისედაც თავისუფალი ხარ. კი, მაგრამ მას რას ჯერს? ბეკლასის გმირი ასე უბრალოდ მელაპარაკება თითქოს მისიასაკის ვიყო. ვერდა რეალურად 29 ხარ, ტიპი 25-საა. აი რა. თოფი ჩაფერფლე. თრამეტის ვარ და 30 წლის მეგობარი ვყავს, ამიტომ და შენ გიგანტს ხელს დაერხა. ნუ თუ ეს პილოტია, მაგრამ არა, ეს გული არის. არა! ეი, კინგ, ისე ზუსტადურად თამაშობ ამას. ნუ სულ რომ არაფერი რამდენიმე კიბერსპორტის შეჯიბრებაშიც კი გავიმარჯვე. გაიმარჯვე? ისედაც ფიზიკურად ძლიერი ხარ და ახლა კიდე ჩემპიონიც ხარ? კიდევ რამდენი ხანი უნდა იპახოს აქ? ნეტა ვიჩქარა. ხო ისე მართლა და რატომ გაიქეცი იქიდან? გენოსი ჯერ კიდევ იქ არის მასთან. არადა როგორც ვიცი, შენ ეს კლასის სუპერ გმირი ხარ. და მაინტერესებს მიუხედავად ამ ხალხის ძლიერი რობოტისგან. ეს კლასის ძლიერი. ზუსტად ამის გამო გამოყევი უკან. და შენ კიდე პირდაპირ თამაში ჩართე. რა იყო, ნამდვილი მონსტრები აღარ გაინტერესებს? უბრალოდ იმდენად ძლიერი გახდი, რომ მოგბეზრდა ნამდვილი ბრძოლები. კი. ხო, მიპასუხე. ახლა რას გაჩვენდი? აიცი ალბათ ფილმებს რა უწოდო. კიდე? რაუბედურებაა დღეს უკვე მესამეჯერ მოხდა. აბა, რას აპირებ? შენი არ ვიცი, მაგრამ მეწაული ბრძოლა. თვითონ მოვლენ თქვენთან არ იჩქაროთ. გაგვირვებული ვარ. წარმოგიდგენია, ის პირდაპირ შენთან მოფრინდა. რა იყო, შენ რამე ნიჭი გაქვს თუ რატო იზიდავ ყველანაირ ურჩხულებს და რაღაცებს? ისე მართალია, ყოველთვის არ მიმართლებდა. ისე ასეთი სიტუაციაში რასაკეთებ ხოლმე? არა, ბოლო პერიოდში ნამდვილად არ მიმართლებს. არც არაფერს. თუ პირდაპირ სახში გივარდებიან, ის ხადაგჩენია რომ მიბრძოლო. მოდი დაგითმობთ, არა? ჯანდაბას, რამე უნდა მოუხერო ახლა ლაზერებს. შეგიძლია ჩამოხვიდე, რადგან ჩემი მიზანი კინგი არის. და არა მაქვს იმის დრო, რომ ახლა შენ კუდში გდიო. ღმერთო შემოგთხოვ, შემიწყალე. როგორც მაშინაც. და მაშინაც. მე ყოველთვის შემთხვევით ვხვდებოდი ხოლმე ამ ბრძოლებში. ანუ ყოველთვის უერთმე. და შემდეგ უბრალოდ გავარბოდი მაქედან. იმ მონსტრებს კიდე სულ სხვა ანადგურებდა. და იმის გამო რომ მომხდარის ადგილზე ვიყავი. ყველას ისე გონა რომ მე ვიმარჯვებდი მაგ მონსტრებზე. მე ხომ ცხოვრებაში ერთხელაც კი არ მიჩხუბია. კინგ. იმის შემდეგ მე მსოფლიოში ყველაზე ძლიერ ადამიანად მომიხსენიებდნენ. ხო, და მაღლის საფეხურზე მაყენებდნენ. ეს კლასის გმირი ხარ კიდე, მეშვიდე ადგილზე. ყუილზე აგებული. დაეშვი. ეს მოხშეჭკვიანო. მოგესწრება არის ზურგიდან თავდასხმა. როგორც ჩანს შენ კინგსთან დასდევ. ხოლო მე კიდე მაგ ადამიანზე ძლიერ ადამიანს ვიცნობ. ეი, ბრძოლას არ აპირებ, კინგ? რა თქმა უნდა არა. მე კინგი არა ვარ, რომელთაც ყველა ამაყობს. უნდა უთხრა.
რომ არ უთხრე ხლა მას მოკლავენ. არა, სინამდვილეში მე ნოსტრებს და საიტამა გაანადგურებს. აჰა, მე გადავები თუ მართლა ეგრეა. მთელი შემწარმოება შესაძლოა მხოლოდ და მხოლოდ ყვილი იყო. დესის მართალია რომ ეხლა შენ ჩაიფსი მანდ. უწყალი მიგეს ხა? რატომ დგას კი მაგრამ აქამდე? მაგრამ მოიცა რა? მან რა? აი ახლა როგორ ხარ თქო? გადამარჩინეთ. მეშალეთ. ჰეი, შეგიძლია დამშვიდდე. მე ის მონსტრი უკვე მოვკალე. აბა შემოხედე თვალი როგორია. მიდი ახლა ნელა გააღე. ხედავ? კი, მაგრამ შენ ვინ ხარ? მე? საიტამა. ახლა როგორ გითხრა? მოკლედ ადამიანი ვარ, რომელსაც გმირობა სურს. შენ სასიკვდილოდ ხარ დაჭრილი? არა, ნუ იყლობ ეს არ საჩი საიტამა იყო, ხედავ? რადგან დღეს მე მონსტრი დავამარცხე. ესე იგი ეს ისა. ჰეი, რა მოგივიდა? ჰეი. მაპატიე. ხა. და ახლა შენ ეს მოგწონს? იყო გმირი, რომელიც იტყუება და თან რეალურად კიდე ყველაფრის ეშინია. არა ვითარ შემთხვევაში. არა ეს ჩემი საქმე არაა და არ ვაპირებ ამ ყველაფრიდან გამომდინარე შენს გაკიცხვას. მისმინე. საიტამა, როგორც ჩანს მე შენი სახელი მოვიპარე. საქმე უკვე სახელში აღარ არის. უბრალოდ შენ უკვე ხალხისთვის ხარ გმირი. მსგავსი არაფერი არა. რაც არ უნდა თქვა ახლა. შენ ყველას მიაჩნი ხარ უძლიერეს გმირი. კინგ. ამ შენდა კიდე მოიტყუები? თუ უბრალოდ მიატოვებ ამ ყველაფერს. მე გამბედაობა არ მყოფნის რომ მივატოვო ყოველივეს. რადგან ასე მაშინ უბრალოდ ძლიერი გახდი. კი. ახლა კიდე მე წავედი. ივარჯიშე როგორც სადახანი გაჩერდი. შენ რა არ გაბრასდი? არა და როგორ გინდა და შენ რომ გმირი გამხდარიყავი? ხოლო მე კიდევ შემოგივლი და შემდეგ რა მევითამაშოთ. ახლა კიდე ნახონდეს. მე გაბრაზებობა, საიტამა კაი. კარგი. კარგი. დოქტორ კოსენა, დღეს როგორც ვებრძოლი, რომელმაც თავის G4 უწოდა. ის ძალიან ძლიერი იყო და თანაც გარაჩვეულებრივი ხელოვნური ინტელექტი გააჩნდა. აქედან თუ რომელიმე დეტალები გამომადგება, მაშინ გთხოვთ. ეს გენას, კი მაგრამ საჩი ხდი ამას. ეკიმო. მე მინდა რომ უფრო ძლიერი გავხდე. გასაგებია. მაშინ ვცადოთ. შენი განვითარება შეიძლება. დიდი მადლობა. მაგრამ გენას მე კი გაგხადა შენ კიბორგი რომ ადამიანებისთვის მოგიტანა სამართალი, მაგრამ ზედმეტსაც ნოიზა. ხანდახან რისკზეც ნაწავიდე. ჩემი სურვილია რომ ეს კლასი სათეულში მოვხდე. ნუ თუ ეს ის მისია, რომელიც იმ მასწავლებელმა მოგცა. შენთვის თუ ეს მნიშვნელოვანია, კარგი. ხო, გენოსისთვის დავარია გენას იმ კიბორგზე. რამე ხომ არ გაგირკვევია იმაზე, ვინც გაანადგურა შენი ქალაქი. მაგრამ ახლა შენთვის პირველ ადგილზე მაინც გმირობა არის. ჯერჯერობით ვერაფერი ვერ გავარკვია. გასაგებია. მაგრამ მან ძალიან ბევრი ქალაქი გაანადგურა და ასევე ამ კიბორგმა ბევრი სიცოცხლეც კი იმსხვერპლა. მე მას აუცილებლად ვიპოვე და გავანადგურებ საკუთარი ხელებით. რაც არ უნდა მოხდეს, აუცილებლად. შემდეგ რაც გამოსალა მისი შინაგანი ცეცხლი. გენას ცოტა არ იყოს ვნევრულობა. ამ კიბორგს მე უფრო დიდი ხანია ვეძებ ვიდრე შენ და ასევე კარგად ვიცი რაოდენ სახიფათოა მასთან შეხვედრა. ხოლო თუ მას შეხვდები არ იჩქარო და პირველ რიგში მე შემატყობინე. შენ ძალიან მშვიდი ხარ და მავდროულად ჭკვიანი, მაგრამ ახალგაზრდობა ხან მაინც თავისას შრება. ასევე ეცადე რომ მარტო არ შეებრძოლო. ეკიმა კოსანე, მე ყველაფერი მესმის. ეს პირადად ჩემი და მისი ბრძოლა. ჯგუფი გამოცხადებული არის შესაბამის გამოძახებაზე. მე ვარ სეტი ამ ჯგუფის ლიდერი. დიდი მადლობა ვინც ახლოს იყავით და გამოეხმაურეთ ჩვენს მოპატიჟებას.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენ არ ვაპირებთ თქვენს პირას საქმეში ჩარევას და მით უმეტეს არ შევეხებით თქვენს დანაშაულებრივ ისტორიას. და არც ეს არის კაკანათი. ჩემს გვერდით მდგომი გმირები ჩემი ცველები არიან. აქ გმირები ყოფილან? მეშვენიერია, ახლა მათ მივახრჩო. თუ შეიძლება შეცდომები არ დაუშვათ, არც ისინი გამოეხმაურებიან თქვენ შეცდომებს. მოდი ერთი ცალხეულზე დავიმხოთ ეს მთლიანი შტაბი. თქვენ ყველაზე საშიში მკვლელები და ციხიდან დევნილები. კი მაგრამ რას ფიქრობდა სიტი, როდესაც საქმო გყარა? მართლა არ ვიცი, ისინი აქ რატომ დაპატიჟეს. მაგრამ როგორ იყო თამათ იმის გამბედაობა რომ აქ გამოჩნდა. ერთი არასწორი ნაბიჯი დაიცოდეთ, გადაგბულგავთ ყველას. ეს კლასიდან სამი ძალიან ძლიერი გმირი მიდგას ახლა გვერდით. ეს კლასიდან? დაეჭვმეპარება რომ რომელიმე სულელმა დაიწყოს ახლა ქარეულობის მოწყობა. კარგით, ახლა უკვე საქმის ყურში ჩაგაყენებთ. მოიცადეთ. სად არის გმირის სახელა და საიტამა? როგორც ვიცი, სამშტაბში ცხოვრობს არა? კი, მაგრამ ეგ ვიღა არის? სამწუხაროდ შენი კითხვა საერთოდ არ ეხება დღევანდელ ჩვენ განსახილველ თემას. ესე იგი აქ არ არის. გამოდის რომ ტყუილად მოვედი აქ. გადაწყვიტე წასვლა განცხადების დასაწყისში? მე შენ არ მოგცემ იმ სუფლებას რომ შეურაცხყოფა მიეყენო ამას. საშიშროება ვეფხვისებრის საფეხურზე. საგრძნობლად გაიზარდა. სამთვეში საშუალოდ მისმა გამოძახებამ გადააჭარბა ბოლო წლის გამოძახებულად მონაცემს. და ეს მხოლოდ ერთი რამის გამო ხდება. შიბაბაბას წინასწარმეტყველება ხდება, რომელიც დედამიწის განადგურებას მოასწავებს და შესაძლებელია რომ ეს ყველაფერი ისეც უკვე დაწყებულია. თუ სიტუაცია არ შეიცვალა, მაშინ გმირები ვეღარ მოახერხებენ გამკლავებას. წინასწარმეტყველებას თუ დაუჭერებ დაახლოებით 9 წელიწადში დედამიწა შეეჯახება დიდ პრობლემას. და რა თქმა უნდა, საფრთხე არ არის ჯერ შეფასებული. ხო, ფაქტია რომ გმირებიც კიძულებლები არიან რომ იბრძოლონ, მაგრამ გამოძახებებია რომ ისინი ვერ ახერხებენ ყველაფრის მოსწრებას. და ეს ყველაფერი იმას მოასწავებს, რომ მომავალში უფრო ყველაფერი გაუარესდება. კაცობრიობის გადასარჩენად თქვენ უკვე მზად ხართ ნომნების მიერ მიმართოთ, ვინც ბრძოლა იცის. მხოლოდ იმისთვის, რომ დახმარებას თხოვოთ. აი ზუსტად რის გამო მოგვიწვიეთ აქ. მე უარს ვიძახი. ვაუ. ერთი ამას ყურე. ჩვენ ჯერ არ ქონდა ეგ ფურცლები დარიგებული და მან როგორ მოახერხა? თქვენთან ერთად გმირობანას სათამაში, ხო? მხოლოდ გაფიქრებაზეც კი გულემერევა. შენი კაი. ჯანთაბას, ტყუილად დავკარგი ამდენი დრო. არადა ეს შესანიშნავი შესაძლებლობა იყო, რომ ასოციაციის შტაბში შეუმძრალიყავი, მაგრამ სამწუხაროდ მხოლოდ მისი ფოტოსურათი და რეიტინგის მონაცემები ამოვიღე. აჰა. ჯანდაბას, ნუ თუ ეხლა მართლა ეს ის არის? ვერც კი ვიჯერებ. ხო, გმირების გამოცდებზე ფიზიკური ძალით მან უბრალოდ ადვილად მოხსნა ყველა რეკორდი. გალბატონო მიტეო. და სხვა რომ არაფერი დარჩათ, მათ უბრალოდ C-კლასიდან B-კლასში გადაიყვანეს. პირდაპირ მაშინ, როდესაც მისი დებიუტი შედგა, დარწმუნებული ვარ, რომ მას გააჩნია საიდუმლო. დარწმუნებული ვარ, რომ ის მალავს თავისი ძალის საიდუმლოს. თავდაპირველად მოვძებნოთ სად იმალება ის? არის! მე შენ გიპოვი და გაიწულებ რომ იმწვნიო. ამის შემდეგ შენ ვეღარ შეარცხვენ ყველაზე ჩქარ სონიკს. მოემზადე შეხვედრისთვის. მზად იყავი. საიტამა! შევიდა. თამაში. კი, მაგრამ მე ხელსაწყო რატომ აიღე? მე გადავები? ვინც ყველაზე ჩქარია ის გაიმარჯვებს. ეს კოოპერატიული თამაშია და შენ ალბათ სულ გაგჭდი ხო? ჩვენ ვერ მოვგებთ ბოს, რადგან ბონუსი არ მაქვს. დრაგი დააყენე, მე შემიძლია რომ მარტო მას გავუმკლავდე. ой, ჯოისტიკი გამიტყდა. რა? გაგცელება იქნება. კაი. ფინალში არის კიდე როგორც არის ხოლმე. მაგალითია. ვირა დებილობა რაღაცებს გვთავაზობენ. ეი. აბა, ამას შეხედეთ როგორი კარგი შემოთავაზება. ეს რა? ეგეთი რამზე რა იყო? ლამის კუჭია მეშალა. კაი. ესე იგი ეს იყო One Punch Man მეორე სეზონის პირველი სერია გმირის დაბრუნება. კაი იყო, კაი დასაწყისი. ასეც არ ველოდებოდი. კი, ველოდებოდი ახალი პერსონაჟების დამატებას ან ძველების უფრო წინ წამოწევას ან უფრო მეტი ყურადღების ეკრანის დროის დათმობას.
და სონიკზეც რა თქმა უნდა ველოდებოდი. აბა ვნახოთ ახლა რა სცნობს. ნუ მაინც ახლა წესით სონიკი მის პრაიმ სონიკის სანიტამა უნდა ერთი დარტყმით მოკლას ახლა. ფაქტია ეს. მაგრამ საიტამა სამბავი რომ იცი სონიკს არ მოკლავს. თუმცა შეიძლება გაძლიერდეს როგორღაც ახლა აგრე ბოროსის მერე არ გამიკვირდება რომ ვინმე რომელიმე პატიმარი ან გმირი სულ ერთია ძლიერი გახდეს. საკმარისად ძლიერიოს საიტამას შეებრძოლოს. და ეს ტიპი ბოლოში ვინ იყო არ ვიცი, მაგრამ მთელი ეს კინგის ამბავი რა თქმა უნდა, ვაუ. და საკმაოდ ანუ რეალობასაც გავს რაღაც პონჩი, იმიტომ რომ რეალობაშიც არის ასეთი ხალხი მხოლოდ ტყუილებით რომ ანუ ტყუილებით რომ გაითქვამენ სახელს რა. იმ პონჩი კი არა რომ პოპულარული ხდებიან რომ აი მატყუარა რომ ანუ რო არავინ იცის რო ატყუებენ და თავს რო დასაგებენ, ამიტომ კინგი ნათელი მაგალითი იყო ამის რომ როგორ შეიძლება ერთ შემთხვევითობას შეცვალოს მთელი ცხოვრება ადამიანის. რაც ძალიან მომეწონა რომ აჩვენეს და ასევე მაინტერესებს გენოსის ამბავი, ესე წარსული კიბორგი რომელსაც ის ეძებს და ხო, გენოსი ისე გამიმეორებ ჩემი საყვარელი პერსონაჟია, ამიტომ მეტი მინდა მის შესახებ რომ გავიგო. ახლა კიდე გამშვიდობებით, იმედია მოგეწონათ ეს ვიდეო, თუ მოგეწონათ არ დაგავიწყდეთ და ლაიქოთ, გამოიწეროთ ჩემი არხი, დატოვოთ კომენტარები და ზარი გააქტიუროთ. მადლობა ყველას. ნახავთ სხვა დროს შემდეგ ვიდეოში. ბედნიერ დღეს გისურვებთ, კარგად ბრძანდებოდეთ.